გამარჯობა, მე ვარ ნათია ინესარიძე, ვცხოვრობ საქართველოში, ქალაქ ახალციხეში. ვარ 31 წლის და მე თქვენთვის ჩავწერ ახლა პრაქტიკულ ტრენინგს, ან თქვენ მიიღებთ პრაქტიკულ რჩევებს, პრაქტიკულ ინფორმაციას, თუ როგორ შეიძლება გახდეთ მილიონერები, სრული შემთხვევაში მილიარდელებიც კი, საქართველოს პირობებში ინფო ბიზნესითა და ინტერნეტ მარკეტინგით. მე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის მქონდა ასეთი კითხვა. რატომ არის რომ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს 24 საათი დრო, შემოსავალი მაინც გვაქვს სხვადასხვა რაოდენობით და სხვადასხვა გზით. რატომ არის რომ ადამიანთა 90% მთელი ცხოვრება არ გვაქვს თავისუფალი დრო? და მიუხედავად ამისა არც გვაქვს საკმარისი ფული ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის. რატომ არის რომ მთელი 90% ადამიანების მუშაობს ფულისთვის და რატომ არის რომ მხოლოდ 10% არის თავისუფალი, ანუ ფული მუშაობს მათთვის, ანუ მათთან მიდის ფული. პასუხი არის ძალიან მარტივი, სულ გახავთ ორი სახის შემოსავალი, პირველი ეს გახავთ აქტიური შემოსავალი, მეორე კი გახავთ პასიური შემოსავალი. რას ნიშნავს აქტიური შემოსავალი? აქტიური შემოსავალი ნიშნავს, როცა ვართ აქტიურ მდგომარეობაში და ისევ შოულობთ ფულს, ისევ შოულობთ შემოსავალს, ანუ ისე შემოგვდის შემოსავალი. მაგალითად, ვარ იურისტი, ადვოკატი, პროკურორი, მოსამართლე, ექიმი, მსახიობი, თუნდაც ჰოლივუდის, პროგრამისტი, მომღერალი, ვიზაჟისტი, სტილისტი, დიზაინერი, თუნდაც მსოფლიო დონის, კოუჩი, თარჯიმანი, ჟურნალისტი BBS-ის ან თუნდაც CNN-ის, ოლიმპიური ჩემპიონი, პოლიტიკოსი, მინისტრი ან პრეზიდენტიც კი, მე მხოლოდ მაშინ ვიღებ ფულს, როცა ვმუშაობ. თუნდაც ჩემი შემოსავალი თვეში ან დღეშიც კი $50,000 შეადგენდეს. პასიური შემოსავალი კი, როგორც კიოსაკის კვადრატიდან გავარკვიე, ნიშნავს ვარ პასიურ მდგომარეობაში, ვისვენებ 24 საათი კვირაში 7 დღე და შემოსავალით შემომდის 24 საათი კვირაში 7 დღე. სწორედ ამიტომ ბუნებრივია გამიჩნდა მომდევნო ლოგიკური კითხვა, როგორ ქმნიან ჩვეულებრივი, უმრავლეს შემთხვევაში კი უდიპლომო ადამიანებიც კი რამოდენიმე წელიწადში პასიურ შემოსავლებს და აღმოვაჩინე, რომ პასიური შემოსავალი რამდენიმე გზით მიიღწევა. ეს გახლავთ ქორწინება, ეს გახლავთ ჯეკპოტის მოგება, მემკვიდრეობა და პროდუქციის და მომსახურების მასაზე გატანა და დროის გამრავლება. სწორედ ამიტომ საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, ნათია ინესარიძე, რომელია ის პროდუქტი, რომელია ის მომსახურება, რომლის მასებზე გატანაც მე შემიქმნის პასიურ შემოსავლეს და გავხდები მილიონერი. და აღმოვაჩინე, რომ ერთადერთი საქმე, რომელშიც დროის, ენერგიის, ნებისყოფის, შრომის და თანხის ინვესტირება მიღებდა, იყო IT ბიზნესი, რადგან სწორედ კომუნიკაციის ამა თუ იმ საშუალებებს 10-დან 9 კაცი იყენებს. სწორედ ამიტომ IT კომპანიები არიან მსოფლიოს ბიზნესის პირველ ადგილებზე. შესაბამისად, როცა გავაანალიზე თუ რამხელა მოთხოვნაა კომუნიკაციის საშუალებებზე, მივხვდი თუ რამხელა პასიური შემოსავლის შექმნა შემეძლო მსგავსი პროდუქტების მასებზე გატანით, რადგან პასიური შემოსავლის შესაქმნელად სულაც არ არის საჭირო 7 მილიარდი ადამიანი დაინტერესდეს ჩემი პროდუქციით ან მომსახურებებით. მთავარი ხო მასების ინტერესების, სურვილების, მოთხოვნილების გათვალისწინება და დაკმაყოფილება. შემდეგ გავაანალიზე და განვიხილე და გავაანალიზე თუ რას ნიშნავს დროის გამრავლება და დროის გამრავლების შედეგად რამხელა პასიური შემოსავლის შექმნა შემეძლო და აღმოვაჩინე, რომ იმისთვის რომ გავამრავლო დრო, პირველ დონეზე ვირჩევ ორ ადამიანს, ვდებ მათში ინტელექტუალურ ინვესტიციას, რომ მოხდეს დუბლიკაცია და ამგვარად მრავლდება დრო, რის შედეგადაც მე-12 დონეზე ჩემს გუნდში უკვე მყავს ჯამში 8,190 ადამიანი და შესაბამისად მე მაქვს ერთ დღეში 24 საათის ნაცვლად 196,560 საათი. ანუ პირველ დონეზე ვიყვან ორ პარტნიორს, შესაბამისად მიდის დუბლიკაცია, ისინიც იყვნენ თავიანთ ორ პარტნიორს მეორე დონეზე, რაც უკვე ნიშნავს, რომ ჯამში მყავს 6 პარტნიორი, შესაბამისად უკვე 154 საათი და შესაბამისად მე-12 დონეზე უკვე მყავს ჯამში 8,190 ადამიანი, ანუ შესაბამისად ერთ დღეში მე უკვე მაქვს 196,560 საათი. რადგან უკვე დავინახე
პრაქტიკული შედეგები თუ რამხელა შემოსავლები იქნება მასიური მოთხოვნილების მოხმარების პროდუქტების შექმნით და მისი ბაზარზე გატანით, შემდეგ უკვე დავინტერესდი დროის გამრავლების, ანუ კლიენტ პარტნიორობის პრინციპით უკვე პრაქტიკაში რამხელა პასიურ შემოსავლებს იქმნიან და ვნახე, რომ ხშირ შემთხვევაში იმდენად კოლოსალურ შემოსავლებს იქმნიან, რომელსაც მე მთელი ცხოვრება ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი, რადგან არიან მექსედები, ვისაც დღეში $45,000 კი აქვს. თქვენ ეკრანზე ხედავთ თქვენთვის ნაცნობ კომპანიებს, ყველა არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვართ თუ არა ამ კომპანიების მომხმარებლები, ისინი აკეთებენ მილიონობით და მილიარდობით საქონელ ბრუნვებს სწორედ დროის გამრავლებისა და თავიანთი პროდუქციის მასებზე გატანით. თქვენ ხედავთ ასევე რეიტინგს წარმატებული კომპანიების, რომლებმაც სწორედ დროის გამრავლების და პროდუქციის მასებზე გატანით შექმნეს მილიარდიანი ბრუნვები, მაგალითად კომპანია Oriflame-ის პროდუქცია ნამდვილად არ მომწონს მისი ხარისხი და არც ჩემს ირგვლივ არ არის მის მიმართ ვინმე მომხმარებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან მაინც შეძლო რომ მისი საქონელო ბრუნვა ყოფილიყო ლამის 2 მილიარდამდე. ამიტომ სწორედ ამიტომ, როცა არის ინფობიზნესზე და ინტერნეტ მარკეტინგზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა შენის პროდუქცია მოგწონს თუ არ მოგწონს, მთავარი არის მოსწონდეს მასებს და შესაბამისად კომპანია აკეთებს მილიარდიან ბრუნვებს, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დრო. აი სწორედ ამიტომ მე დავიწყე ქსელური კომპანიების ფაქტების გაანალიზება და მივხვდი, რომ ქსელურ მარკეტინგში პასიურ შემოსავალს იქმნის ის, ვინც პირველმა დაიწყო კი არა, არამედ ის, ვინც მეც იღწვის. ამიტომ ქსელური მარკეტინგით ყოველთვის შემიძლია გავხდე პირველი. თქვენ ხედავთ, რომ აქ ერთი და იგივე კომპანიაში მე მხოლოდ 19-მდე მაქვს გაკეთებული. ამონაწერი თქვენ ხედავთ, რომ ერთ და იგივე კომპანიაში რამოდენიმე მილიარდელია. აი ამ სურათს უფრო თვალნათლივ შევხედავთ შემდეგ სლაიდზე. მე ეს გავაკეთე კომპანია Herbalife-ის, იმიტომ რომ მეტნაკლებად ყველაზე ცნობილი კომპანია არის, რომელიც ეწევა wellness-ის ინდუსტრიას, ანუ რასაც ქვია სწორი კვებით ცხოვრება, ხო? მისი პროდუქტები არის ბიოდანამატები, ბიოსაკვები პროდუქტები, ბიოპროდუქტები. თქვენ ხედავთ, რომ მათი თითოეული ადამიანის შემოსავალი არის 5,400,000 წელიწადში, ასეულში შემოვალი მიშელი, გახლავთ მისი შემოსავალი წელიწადში 1,560,000. ეს გახლავთ ტოპ ასეულში შემოვალი მექსელეები. აღსანიშნავია, რომ ეს მექსელეები არ არიან კომპანიის დასაწყისში ყველა მოსული, ზოგი არის თქვათ კომპანიის დასაწყისში, ზოგი თქვათ 5 წლის მერე, ზოგი 10 წლის მერე, მაგრამ ის მითი, რომ ქსელურ მარკეტინგში მხოლოდ სათავეში შეულებენ ფულს, რა თქმა უნდა, აქ იმისურვა, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ მიუხედავად სხვადასხვა დროს მოსვლისა ბიზნესში, ისინი მათ მაინც შეძლეს, რომ გახდარიყვნენ მილიარდელები. განსხვავებით ასევე აქ აღსანიშნავია ფინანსური პირამიდები, რომლებიც მხოლოდ პირველები შეულებენ თანხას, ზოგ შემთხვევაში კი მათ პროდუქტიც კი არ აქვს და ხალხს ჰაერში გაყრებინებენ თანხებს, ასე რომ მე შევძელი დამენახა ჩემთვის ქსელური მარკეტინგი ნიშნავს შევიძინო პროდუქტი ან კლიენტობისთვის, ან კლიენტ პარტნიორობისთვის, რაც უკვე ნიშნავს ჩადებულ ინვესტიციასაც. სწორედ ამიტომ ტრადიციულ ბიზნესში დროის ჩადება უკვე დროის დაკარგვაა. შემდეგ უკვე ამ ყველაფრის გაანალიზების შედეგად ბუნებრივია მე გამიჩნდა იდეა მომეძებნა ისეთი კომპანია, რომელიც მომცემდა პასიური შემოსავლის შექმნის ჩემთვის შესაძლებელ ორივე საშუალებას და მე მოვაკვლიე და აღმოვაჩინე კომპანია iWavi. და რადგან უკვე ვიცოდი, რომ ყველაზე დიდი პასიური შემოსავლის შექმნა IT ბიზნესით არის შესაძლებელი, სწორედ ამიტომ გამიხარდა, რომ მე მომეცა საშუალება მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთ პირველს გამეკეთებინა IT ბიზნესი ქსელური მარკეტინგის პრინციპით, ანუ დროის გამრავლებით. ბიზნესების ისტორიაში ხომ პირველად მოხდა მე მასებზე გასასვლელი IT ბიზნესი შემომთავაზეს. გამიხარდა ის, რომ ჩემი პასიური შემოსავლის შექმნის ორივე ბერკეტი მომეცა. პროდუქცია, რომელსაც ინტერესდებიან მასები და აწყობილი მზა სისტემა, რითიც შემიძლია გავამრავლო დრო იმისთვის, რომ თან 24 საათი თავისუფალი დრო მქონდეს, თან ამავ დროს მზარდი შემოსავლებიც მივიღო. კომპანია iWavi დაარსდა 2007 წელს ამერიკაში, შტატ ტეხასში, ქალაქ ჰიუსტონში, გენიალური და მდიდარი ადამიანის ბილ სტარკისა და მისი მულტიმილიონერების გუნდის მიერ, რომლებსაც საქმიან წრეებში
კარგად იცნობენ ეს ადამიანები, ასევე ჩემთვის კარგად ნაცნობი კომპანიების თანამფლობელებიც არიან. ეს კომპანიებია HP, Dell, Intel, IBM, Compaq. ამიტომ მათი მომდენო კომპანია iWawi, რომელშიც მათ საკუთარი კაპიტალი ჩადეს, არის საიმედო, წარმატებული, განვითარებული და მთავაზობს თავის სერვისს. განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, კომპანია iWawi-ს გააჩნია DSA სერტიფიკატი, მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოში უთვალავი კომპანიებიდან მხოლოდ 172 კომპანიას გააჩნია DSA სერტიფიკატი, შეგიძლიათ შეგრძანდეთ Google-ში და ნახოთ თუ რამდენი რამე უნდა გააკეთო იმისთვის, რომ კომპანიამ ორგანიზაცია DSA-მა მოგცეს შენ ეს სერტიფიკატი. გარდა ამისა, თქვენ ეკრანზე ხედავთ ჩვენს დანარჩენ სერტიფიკატებს. შეგიძლიათ თითოეული სერტიფიკატი ასევე ნახოთ Google-ში და ნახოთ თუ რამხელა დამსახურებული კომპანია და რამხელა საიმედო კომპანია. სწორედ ამიტომ განსხვავებით სხვა კომპანიებისგან ჩვენთან შესაბამისად ხელშეკრულებაც ოფიციალურად ფორმდება. ეს გახალთ ჩემი პირადი ხელშეკრულება, რომელიც კომპანია iWawi-თან დავდე. მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, ბიზნესი ეს ნიშნავს გარდა დროის, ენერგიის, ნებისყოფის და შრომის ინვესტიციის გარდა, ეს ნიშნავს, რომ მით უმეტეს ინფორმაციული ბიზნესი ეს ნიშნავს, რომ შეიძინო პროდუქცია ან კლიენტობისთვის, ან კლიენტ პარტნიორობისთვის. რაც ნიშნავს, რომ კლიენტობა ნიშნავს, როცა იძენ პროდუქციას და ხარ კმაყოფილი, ხოლო კლიენტ პარტნიორობა ნიშნავს, როცა იძენ პროდუქციას და მასზე გაწევ რეკომენდაციას, რაშიც კომპანია შენ გიხდის მარკეტინგულად პროცენტებს. ლოგიკურია, რომ ჩვენი ბიზნესი არის ძალიან მოთხოვნადი, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთან ერთჯერადად ხდება შეძენა. ამჟამად გვაქვს აქცია და $250 მაგივრად ჩვენთან ინვესტიცია ერთჯერადად ღირს $200. ჩვენთან მხოლოდ ერთჯერად ინვესტიციას ვაკეთებთ. სხვადასხვა ამ ერთჯერად ინვესტიციაში შედის პირველი თვის სააბონეტო ტექნიკური მომსახურება $19.95 და მინდა გითხრათ, რომ როცა ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, კომპანია ჩვენ რეკომენდაციებში გულისხმობა სწორედ დროის გამრავლება, რომ ვართ ჩვენ, შესაბამისად ჩვენს მიერ მოწვეული ადამიანს უკვე თავის მხრივ ეკოტიჟება თავის ადამიანებს, ის თავის მხრივ ადამიანს და ასე მრავლდება დრო. ეს სხვადასხვა მექანიკურ საათს გავს, რომ თითოეული ერთმანეთზეა დამოკიდებული და სწორედ ამიტომ ქსელურ მარკეტინგში იმისთვის, რომ სწორედ ვარ დაინტერესებული ჩემი თავის წარმატებაში, სწორედ ამიტომ მე მხოლოდ იმ შემთხვევაში მივახცე წარმატებას, თუ კი მე შემეძლება, რომ სხვა ადამიანებს დავეხმარო, იმ ადამიანებს, რომელსაც ავიყვან ბიზნეს პარტნიორად. სასიხარულია ისიც, რომ კომპანია iWawi პროდუქტები და მარკეტინგის გამოყენებით მე შევიქმნა არა თუ ერთი, არამედ 3 სახეობის პასიური შემოსავალი, თუმცა მანამდე უმჯობესია ვიცოდეთ, რომ საერთოდ კომპანია iWawi-ში ამ ეტაპისთვის გაგვაჩნია 7 სახის შემოსავალი, რომელიც 3 კატეგორიად, 3 ჯგუფად ნაწილდება. პირველ კატეგორიაში შედის 3 სახის პასიური შემოსავალი, მეორე კატეგორიაში შედის 1 სახის აქტიური შემოსავალი. მეორე კატეგორიაში შედის 1 სახის აქტიური შემოსავალი და მესამე კატეგორიაში შედის 3 სახეობის შემოსავალი, ეგრეთ წოდებული ბონუსები. თვალსაჩინოს გაზრდისთვის ვამჯობესე წინასწარ დამიანგარიშებინა, თუ რამდენი შემოსავალი მექნებოდა სულ რაღაც მე-12 დონეზე, 2 პასიური შემოსავლის მეშვეობით, ეს არის სააბონეტო შემოსავალი, ეს არის შემოსავალი ციკლინგა და რომ დავითვალე სულ რაღაც მე-12 დონეზე ჩემი შემოსავალი უკვე შეადგენს $65,560. მაშასე დავიწყოთ. პირველი პასიური შემოსავალი ეს გახლავთ ყოველთვიური სააბონეტო შემოსავალი. ეს ნიშნავს, რომ ყოველი სააბონეტო $20-დან კომპანია მე მჩუქნის 10%, ანუ $2, რაც ნიშნავს, რომ როცა მე მყავს 10 კაცი, კომპანია მჩუქნის $20, როცა მყავს 100, მჩუქნის 200,
როცა მყავს 1000 კაცი ქსელში, ჩუქნის $2000, რა თქმა უნდა, მეგობრებო, 1000 კაცი ეს პირადად შემოწველი კი არ არის, არის დროის გამრავლების მეშვეობით მოწველი პარტნიორები, ხო? მე ხომ მხოლოდ 2 ადამიანს ვეპატიჟები ამ ბიზნესში. შესაბამისად, როცა მყავს 10000 კაცი კომპანიამ ჩუქნის $20000 ყოველთვიურად, რა თქმა უნდა, როცა მყავს 100000 კაცი კომპანიამ ჩუქნის $200000 და შესაბამისად, როცა მყავს 10 მილიონი კაცი კომპანიამ ჩუქნის $20 მილიონ ყოველთვიურად და უსასრულოდ. მთავარი არის ის, რომ კომპანია აივავში, როცა მიდიხართ უსასრულობაში, პროცენტები ნარჩუნდება განსხვავებით სხვა კომპანიებისგან. მეორე პასიური შემოსავალი ეს გახლავთ უკვე ციკლიდან შემოსავალი. მინდა გითხრათ, რომ გარდა ფულად ჯილდოებისა, კომპანია ასევე ჩუქნის ქულებს და როცა მარჯვნივ გვაქვს 250 ქულა და მარცხნივ გვაქვს 250 ქულა, ეს ნიშნავს, რომ იკრება ციკლი და აქაც კომპანია ჩუქნის $25, რა თქმა უნდა, აქაც უსასრულოდ. მესამე პასიური შემოსავალი ეს გახლავთ ყოველკვირეული, რომელიც ძალიან ყველაზე მეტად მომწონს, იმიტომ რომ ყოველკვირეული ბევრად უფრო ახლოა, ხო? ყოველკვირეული პასიური შემოსავალი, ეს ნიშნავს შესაბამისობის შემოსავალი. რას ნიშნავს? როცა მე უკვე ქსელში მყავს 4 პირადი პარტნიორი რეგისტრირებული, მე კომპანიამ ჩუქნის მათი შემოსავლების 25%, ანუ თუ მე მყავს თუ როცა ჩემს ბიზნეს პარტნიორებს აქვს შემოსავალი $100, შესაბამისად 25% თითოეულისგან ეს არის $25 და შესაბამისად მე ვიღებ ჯამში $100, მაგრამ როცა მე ზრუნავ ჩემი გუნდის, ჩემი პირადად მოწვეული ადამიანების ბრუნვების გაზრდაზე, ანუ მათი ბრუნვები უკვე აღწევს $1000, ჩემი შემოსავალი შესაბამისად არის $1000, როცა ჩემი 4 მოწვეული პირადი პარტნიორის შემოსავალი არის $10000, შესაბამისად ჩემი შემოსავალიც არის $10000, როცა მათი შემოსავალი თითოეულის არის $100,000, 4-ვესი, რა თქმა უნდა, შესაბამისად მათი 25% მე ჯამში მაძლევს $100,000 და შესაბამისად როცა მათ აქვთ 10 მილიონი თითოეულ მათგანს, ჩემი შემოსავალიც არის $10 მილიონი, რომელსაც კომპანია აივავი მჩუქნის. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ როცა უკვე მყავს 6 პირადად მოწვეული პარტნიორი კომპანია აივავში, ეს ნიშნავს, რომ კომპანია მე უკვე მიხდის მათი საქონლო ბრუნვების 50%, ანუ თითოეული ადამიანიდან, აი ამ შემთხვევაში ამოცემულ სლაიდზე, თუ თითოეულ მათგანს აქვს $100, მე ვიღებ მათგან $50, ანუ 50, 100, 150, 200, 250, $300. ეს რას ნიშნავს, როცა მე მყავს ქსელში უკვე ჩემს პარტნიორებს შევაქნევინებ თითოეულ მათგანს $1000, ხოლმე მათ შევდებ ჩემს დროს, ენერგიას, მთელ ჩემს გამოცდილებას უზიარებ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი და მართლაც განსაკუთრებული პროექტი რანა, რომელიც რა თქმა უნდა, ყველაზე საჭიროს აკეთებს ის ავითარებს ინტელექტს ადამიანების და მინდა გითხრათ, რომ პროექტ რანას უდგას პრაქტიკოსი ინვესტორი, სათავეში ბატონი რამაზ სხიტაშვილი, რომელიც არის პრაქტიკოსი ინვესტორი და შესაბამისად მან სწორედ მისი დამსახურებით არის, რომ მე დღეს ესეთი წარმატებული გახლავარ და ასეთი ძლიერი, რომ შემიძლია ესე დამოუკიდებლად უკვე ავიღო სადავეები ბიზნესში. და როგორც უკვე გითხარით, როცა უკვე თითოეულ ჩემს პარტნიორს აქვს ბრუნვა $1000, შესაბამისად ჩემი შემოსავალი არის $3000, როცა მათი ბრუნვა თითოეულის არის $10000, ჩემი შემოსავალი არის $30000, როცა თითოეული მათგანი შემოსავალი არის მილიონი, ჩემი შემოსავალი გახლავთ $3000 მილიონი და როცა უკვე თითოეულ ჩემს პირადად მოწვეულ პარტნიორს აქვს ქსელიდან შემოსავალი $10000, შესაბამისად კომპანია აი ამ გაწეული შრომისთვის მაჯილდოებს $30 მილიონი. შემდეგ რა შემოსავლებს თავაზობს კიდევ კომპანია აივავი. უკვე როცა 8 პირადად მოწვეული პარტნიორი გვყავს, ჩვენ კომპანია უკვე მჩუქნის მათი საქონლო ბრუნვების 75%. მეგობრებო, მე კომპანია თქვენ ჯიბდენ არაფერს არ მჩუქნის, ეს არის ჩემი გაწეული შრომა, კომპანია მჩუქნის ჩემს მიერ შექმნილი ორგანიზაციებიდან, რომელსაც შეგაქნებინებთ თქვენ. ეს ნიშნავს, რომ მე მაქვს უკვე მათგან თითოეულისგან $75, აი ამ შემთხვევაში, ანუ თუ
როცა ჩემს ადამიანს აქვს $100, მე მეკუთვნის $75, როცა მას აქვს $1000, მეკუთვნის $750, როცა მას აქვს $10,000, მე მეკუთვნის $7,500, როცა მას აქვს 1 მილიონი, მე მეკუთვნის 750,000 და როცა მას აქვს 10 მილიონი, მე მეკუთვნის იქიდან $7,500,000, ანუ რაც ნიშნავს, რომ როცა თითოეულ ჩემს პარტნიორს თითოეულს გააჩნია $10,000, შესაბამისად 8 ადამიანს გააჩნია $10,000, შესაბამისად მე კომპანია მათი საქონლბრუნვებიდან ჯამში უკვე მჩუქნის $60 მილიონ თვეში. და ყველაზე მსუყე და ყველაზე გემრიელი რაც მე ძალიან მომწონს კომპანია აივავის მეშვეობით, მინდა გითხრათ რომ ეს არის უკვე 100%-იანი შესაბამისობის ბონუსი. ეს ხდება მხოლოდ კომპანია აივავში სწორედ იმიტომ რომ ეს არის მოგეხსენებათ ქსელურ მარკეტინგი ორი სახისაა, ერთი პირდაპირ გაყიდვების და მეორე ინფორმაციული. პირდაპირ გაყიდვებში ყოველთვის უნდა აწარმოო პროდუქცია, ამიტომ შენ რა თქმა უნდა შენს პარტნიორს ამხილა პროცენტებს ვერ გადააუხდი, ხოლო ინფორმაციული ბიზნესი, ანუ ინფორმაციული ქსელური მარკეტინგი უკვე ნიშნავს, რომ უბრალოდ ინფორმაციას ამრავლებ ამა თუ იმ პროდუქციაზე, ანუ შენ ხელმეორედ ხარჯვა არ გაქვს, ესე რომ ვთქვათ, პროდუქციის შექმნისთვის. ხო, ეს რას ნიშნავს, რომ როცა ჩემს თითოეულ პარტნიორს აქვს $100, შესაბამისად მეც ვიღებ $100. ანუ როცა მათ აქვს თითოეულ მათგანს გააჩნია $100, შესაბამისად მე ვიღებ $100. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა მათ გააჩნიათ თითოეულს $10,000, მე კომპანიამ ვჩუქნის $100,000, როცა უკვე თითოეულ მათგანს აქვს შემოსავალი $100,000, მე კომპანიამ ვჩუქნის $1 მილიონ, როცა თითოეულ მათგანს უკვე ავიყვან და გავხდი მილიონერებს, რა თქმა უნდა ჩვენი სწავლების მეშვეობით და მათი მონდომების, იმიტომ რომ მარტო ეგრე არ ხდება რომ მე მოვინდომო მათი ინტელექტის განვითარება, ეს თავად უნდა უნდოდეთ, თავად უნდა დაინახონ და თავად უნდა დაიჯერონ ადამიანებმა და თავად უნდა უნდოდეთ ეს საქმე, იმიტომ რომ ვისთვის რა არის კარგი ცხოვრება? კარგი ცხოვრება ზოგისთვის მაგალითად უსაქმურად ყოფნა, ხო? ნუ აი არ ვიცი. ზოგისთვის მაგალითად ტრადიციული ბიზნესი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას, რომ ელემენტარული შენს ოჯახში მისთვის ქონდეს თავისუფალი დრო. ნუ შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ როცა უკვე ჩემს პარტნიორებს თითოეულ მათგანს ექნება $10 მილიონი, კომპანია მე უკვე მათ შევქებს $100 მილიონ თვეში, რა თქმა უნდა. არა, კვირაში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ თვეში 4 ჯერ უითვლება უკვე და შესაბამისად ეს არის ყოველკვირეული შემოსავალი, ანუ ჩვენ გვაქვს როგორც ყოველთვიური, ისე ყოველკვირეული შემოსავალი. შემდეგი შემოსავალი ეს გახათ უკვე აქტიური შემოსავალი, ანუ შემოსავალი პირადი რეკომენდაციისთვის. ერთი კაცის რეგისტრაციაში კომპანია ვჩუქნის $100. თუ არეგისტრირებთ 2 კაცს ვჩუქნის $200, თუ არეგისტრირებთ 4 კაცს $400, ნუ 10 კაცზე შესაბამისად უკვე გვაქვს $1,000, ანუ თითოეული ადამიანის რეგისტრაცია ღირს $100, თუმცა გარდა იმისა, რომ თითოეულ ადამიანზე ვჩუქნის $100, აქვე ემატება შემოსავალი ციკლიდან და უკვე ჯამში კომპანია ვჩუქნის $225 ორი ადამიანის რეგისტრაციით. ეხლა გადავდივართ უკვე შემდეგი სახის შემოსავლებზე, ანუ ბონუსებზე. მე მინდა გითხრათ, რომ კომპანია ჩემ ბიზნესის ზრდასთან ერთად მაძლევს აღიარებას და შემდეგ საჩუქრებს. ეს გახლავთ საფირმო საათი კომპანიის ლოგოტიპით, საფირმო ოქროს ბეჭედი ონიქსითა და 1 კარატიანი ბრილიანტით. ასევე ჩემი ოცნების ავტომობილის შესაძინად ყოველთვიურად მინიშნავს $500 და აი ეხლა კი აქ მე ქსელური მარკეტინგის მოყვარულებმა ძალიან კარგად გაანალიზეთ, რასაც ვიტყვი, იმიტომ რომ ეს ხდება პირველად მსოფლიოში, საერთოდ 60 წლიანი ქსელური ინდუსტრიის ისტორიაში, რომ კომპანია აივავი აკეთებს შემდეგ ნაბიჯს, რას? მისი შემდეგი ბონუსი გახლავთ აი ასეთი. კომპანია ჩვენ გვაძლევს ბიზნეს პენსიას, ასე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს აი ასე. მთელი ჩემი 5 წლიანი შემოსავალი დაჯამდება და მისი საშუალო მაჩვენებელი ყოველთვიურად მენიშნება როგორც ხელფასი.
ანუ არ აქვს მნიშვნელობა მე რამდენი მილიონი გავაკეთებ რომ მისი საშუალო მაჩვენებელი დაჯამდება და ყოველდღურად მენიშნება როგორც ხელფასი. Რა თქმა უნდა, კონკრეტულად რა პროცენტებში იქნება ამას ოდნავ მოგვიანებით, ჩემ შემდეგ ვიდეო გაკვეთილებში იხილავთ. შემდეგ ეხლა ნახოთ უკვე თუ რა ბიზნესზე თუ რა შესაძლებლობებს გვთავაზობს კომპანია iWavi, იმიტომ რომ სწორედ როცა მე ასეთი ინფორმაცია მივიღე, ბუნებრივია გამიშთა შემდეგი ლოგიკური კითხვები. ნუ კარგია რომ ესეთი კარგი მარკეტინგია, კარგია რომ ჩემი ოთახიდან გაუსვლად შემიძლია ვიმუშაო, ხო? ახლა უკვე დავინტერესდი თუ რა მასშტაბებს მთავაზობს კომპანია iWavi და მე ვნახე რომ დღეს კომპანია iWavi მთავაზობს დღესდღეობით ინტერნეტში ყველაზე სწრაფმზარდი დონის ახმად პროდუქტს. Იმიტომ რომ იცით რომ დღეს ყველაზე სწრაფად ვრცელდება სწორედ ეს ინფორმაციული პროდუქტები. მეორე მთავაზობს ძალიან დაბალ ფასად, რაც არის საერთოდ მექსელის ოცნება და დისტრიბუტორის ოცნება, ხო? ასევე მთავაზობს ყველაზე მაღალი საკომისიო ანაზღაურებას ნომერ პირველი დაჯილდოების პროგრამით მსოფლიოში, იმიტომ რომ ბინარულ მარკეტინგში არ გიწევს თქვა 4 პირადის, 6 პირადის და ასე შემდეგ, იქ უბრალოდ მხოლოდ 2 პირადზე ააგებდა, რა თქმა უნდა, დანარჩენი პირადები უკვე შენს ქსელს ეხმარებიან, ხო? და მეოთხე, ღია ყოველი ადამიანის ყველა ქვეყანაში მიუხედავად განათლების დონისა და ეკონომიკური სტატუსისა სიმბოლურად აქ რა თქმა უნდა საქართველოდანაც ისმის ეს გამარჯვების ხმა. მე მჯერა რომ კომპანია iWavi არის ის პროექტი, რომელიც საქართველოს გამოიყვანს სწორედ ეკონომიკური სიდოხჭერიდან. ახლა კი რაც შეეხება თავად კომპანიას, რომელიც სწორედ კომუნიკაციისთვის გვთავაზობს ბიზნესს, გავიგოთ თუ რა დამატებითი ინფორმაცია შეიძლება კომპანია iWavi-ზე რომ მოვისმინოთ. მას ასე დავიწყოთ. iWavi წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ლიდერ კომპანიას ვიდეო კავშირების ტექნოლოგიების შემუშავებაში. ის ვიდეო რეჟიმით ურთიერთობისთვის ქმნის ხელმისაწვდომ მარტივ და ფუნქციურ პროგრამებს. კომპანია iWavi ქმნის საკუთარ IT ტექნოლოგიებს და ვიდეო კომუნიკაციის ნაკადებს. ასევე აქვს გიგანტური ცენტრები და სერვერები, რომლებიც განთავსებულია ამერიკაში. ასევე ბიზნეს, რომლის შესახებაც მე თქვენ გააცვლით ინფორმაციას, პრაქტიკულად ყოველდღე მილიონობით ადამიანი ვართ დაკავებული, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ამისთვის არავინ არ გვიხდის. მაგალითად, დღეს ჩვენ ვურთიერთობთ Skype-ში ვიდეო რეჟიმით, კონტაქტობთ სოციალურ ქსელებში, YouTube-ში ვუყურებთ ვიდეოს და ვიკნებთ ამ კომპანიების ინტერნეტ ქსელსა და IT ტექნოლოგიებს. ხომ ასეა? რა თქმა უნდა. და სწორედ ამიტომ მე გამიჩნდა კითხვა, ვისი რეკომენდაციით შევიყვანე ინტერნეტი, ან ვიყიდე მოდემი. დავრეგისტრირდი Facebook-ზე, Odnoklassniki-ში, ჩავერთე და ვსარგებლობ Skype-ით. მართალია, მეგობარმა ანათესავმა მირჩია. და რამდენმა ნათესავმა და მეგობარმა ნაცნობმა შეიძინა ჩემი რეკომენდაციით smartphone-ი ჩაერთო ინტერნეტში ან რომელიმე სატელეფონო კომპანიის სერვერში ათეულობით. პასუხი მარტივია ათეულობით და ისინი ყოველთვიურად აგრძელებენ სერვისისთვის სააბონენტოს გადახდას, რითიც ამდიდრებენ ამ კომპანიებს. ბუნებრივია დამებადა შემდეგი ლოგიკური კითხვა, რომელიმე კომპანიამ მე ნათიანეს არწეს გადამიხადა ამისთვის, რომ ჩემი რეკომენდაციით ადამიანებმა დაიწყეს ინტერნეტით ან მობილური კავშირით სარგებლობა? რა თქმა უნდა არა, და ეს 100%-იანი ფაქტია, მე მადლობაც კი არავინ გადამიხადა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიების პასიური შემოსავლის შექმნისთვის უშუალო მონაწილეობა მივიღე ჩემივე გაწეული რეკომენდაციებით. სწორედ ამიტომ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებისთვის მივიღე გადაწყვეტილება დეტალურად ვზიარებოდი ინფორმაციას იმ IT კომპანიის შესახებ, რომელიც ყოველ ადამიანს რეკომენდაციისთვის და სერვისის ინტერნეტ ბაზარზე გავრცელებისთვის უხდის ფულს.
მე დავინახე, რომ კომპანიის საიმედოობაზე და სონდაობაზე მიანიშნებს ის, რომ მისი სერვერი მდებარეობს ვესტერბუნკერში, მინდა გითხრათ, რომ მისი ხარისხი შესაძლოა Google-ის და YouTube-ის ხარის და ყველაზე მთავარი, ჩვენი კომპანიას გააჩნია ნომერ პირველი ინფორმაციის დაცულობა, ეს გახათ N3 კუბური დაცვა და ყველაზე მთავარი რაც აქ აღსანიშნავია, ეს გახათ ჩვენი პროდუქტების სიჩქარე, ეს გახათ 100.000 მეგაბიტი წამში, სპეციალისტები მიხვდებიან თუ რას ნიშნავს IT ბიზნესში, IT ინდუსტრიაში 100.000 მეგაბიტი წამში სიჩქარე. ეს რა თქმა უნდა უკეთიციან პროგრამისტებმა და IT-ჩნიკებმა. რის გამოც დავინტერესდი კომპანია iWow-ი, დავირჩიე კომპანია iWow-ი, ჩემი ბიზნესის საკეთებლად არის ის, რომ თუ რომელი ადამიანებმა შექმნეს კომპანია iWow-ის პროდუქცია, ეს გახათ რიჩარდ ბეიტმანი, ეს გახათ ბილ გეიტსის ყოფილი მარჯვენა ხელი, რადგან ის უკვე როგორც რუსულად იტყვა ნაშჩელავეკ, ის უკვე 3 წელია ჩვენთანაა, ჩვენთვის ქმნის პროგრამებს რიჩარდ ბეიტმანი და ის ფაქტი, რომ თავად Microsoft-ის მარჯვენა ხელი დღეს უკვე არის ჩვენი ადამიანი, ეს უკვე რა თქმა უნდა ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს მე. ასევე აღსანიშნავია ჯეიქ სტივენსონი, რომელიც იცით თქვენ აგერ რომელი კომპანიის ეს გახათ Twitter-ის ერთ-ერთი შემქმნელი, აი ამ ჯეიქ სტივენსონმა უზრუნველყო iWow-ის პროგრამების მობილურებზე გამოყენება და მაიკ ნოლარი, რომელსაც რა თქმა უნდა ასევე იცნობს მთელი IT სფერო და პროგრამისტები, რომელიც დღესდღეობით გახლავთ კომპანია iWow-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი. ეს ძალიან კარგი გასაგებია თუ როგორი ავტორიტეტული პროგრამისტები ქმნიან ჩვენს პროდუქტებს, მაგრამ მსოფლიოში ნახოთ ვინ ენდობიან iWow-ს. კომპანია უკვე ემსახურება მსოფლიოში 200-ზე მეტ კორპორაციას, მათ შორის Ford-ი, ამერიკის ავიახაზები, Procter & Gamble, სულ ახლახანს კი ყველაზე მთავარი, რითაც მე გადავწყვიტე, რომ სწორედ ჩემს ბიზნესს, ჩემს პასიურ შემოსავლებს, ჩემს მილიონებს და მილიარდებს და ტრილიარდებსაც კი შევიქმნიდი iWow-ის მეშვეობით, დახმარებით, იყო აი ეს, რამაც მე გადამაწყვეტინა, იმიტომ რომ 2015 წელს კომპანია Amazon-მა და კომპანია iWow-მა გააფორმეს პარტნიორე ხელშეკრულება, უფრო დეტალურად კი გეტყვით, რომ Amazon-ს დაჭირდა დამატებითი სერვერები, რა თქმა უნდა, მას აქვს თავისი სერვერები, მაგრამ დაჭირდა დამატებითი სერვერები და სწორედ ჩვენგან შეიძინა მან დამატებითი სერვერები. ეს უკვე ნიშნავს კომპანია iWow-ის აღიარებას, იმიტომ რომ თუ კი Amazon-ი ენდობა, ისმის კითხვა, მე რაღა დამჩენია, რამე შესხელს, რომ ენდო კომპანია iWow-ს. გასაგებია, რომ კომპანია iWow-ი ასე ვთქვათ, სრულყოფილი კომპანია, იმიტომ რომ ჯერ ამ ხელაბრუნვებს მიხდეს, შემდეგ შესაბამისად, აი ასეთი ადამიანები ქმნიან, დამფუძნებლებით დაწყებული პროგრამისტები დამთავრებული, მაგრამ მე გარდა მათი მასშტაბებისა, თუ რა მასშტაბურობას მთავაზობენ, დავინტერესდი რა ხელა მოთხოვნაა კომპანიის მიერ შეთავაზებულ პროდუქტებზე და შესაბამისად ინტერნეტ მარკეტინგის კეთების პერსპექტივაზეც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ჩვენი პროდუქტები, რომელზეც აი ახლა გვექნება საუბარი, არის როგორც პირადი მოხმარებისთვის, არის როგორც კომპანიებისთვის, ასევე არის ინტერნეტ მარკეტინგით და ინფობიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის. ნახოთ, რას ნიშნავს ინტერნეტ ბაზარი, რომელზეც მე ნათი ენესარიძემ გადავწყვიტე, რომ შევიქმნა ჩემი პასიური შემოსავალი. პირველი, ყოველ წამში 8 ადამიანი მსოფლიოში ხდება მომხმარებელი რომელიღაცა სოციალური ქსელის. მეორე, ყოველ სოციალური ქსელის მომხმარებას საშუალოდ 195 მეგობარი ამ ქსელზე. მესამე, ყოველთვიურმა Skype-ის აუდიტორიამ გადააჭარბა 300 მილიონ მომხმარებელს. და მეოთხე, ყოველ წამში 50,000-ზე მეტი მომხმარებელი თამაშობს ინტერნეტით. მეგობრებო, დაიმახსოვრეთ აი ეს მესამე Skype-ის მომხმარებლები, იმიტომ რომ როცა მე უკვე ვიტყვი თუ რა პროდუქციები გვაქვს ჩვენ, თქვენი თვალით დაინახავთ რამდენ რეალურია სწორედ რომ მართლაც საქართველოსთან გავსვლელთ გახდეთ მილიონერები, არა საქართველოში ცხოვრობ თუ საბერძნეთში თუ ვთქვათ ჩეხეთში, ნებისმიერი, იმიტომ რომ ინფო ბიზნესი დედამიწა მრგვალია და ვრცელდება ოთახიდან გავსვლად, რა თქმა უნდა. ეხლა ნახოთ შემოსავალი ინტერნეტ ბაზრიდან. 1 კვირაში 100 000 ადამიანს
თუ რა შემოსავალია ინტერნეტ ბაზრიდან, ჩვენ აქ ხედავთ ჩვენთვის ნაცნობ კომუნიკაციის საშუალებას, მოხმარების სტატისტიკა ეს გახლავთ 370,000 ერთდროულად მომხმარებელი, ეს გახლავთ ასევე წამში აქ რა თქმა უნდა წამის შესაუბარი, ეს გახლავთ ასევე რა თქმა უნდა წინა სლაიდში იყო ახალი ადამიანების დამატება და აქ არის უკვე ყოველწამიერი მომხმარებელი. ასევე Facebook-ის მომხმარებელი 6 მილიონი მოწონება გახლავთ ერთ წამში, ხო? ადამიანთა მომხმარება, ნუ ეს $100 მილიონ შემოსავალს უდრის. უფრო პრაქტიკულად კი 3.5 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს დღეს ინტერნეტს. ყოველი მესამე მომხმარებელი ყოველთვიურად იხდის გარკვეული სააბონეტო ზამთრის სერვისისთვის და მარკეტინგის კვლევების თანახმად 2015 წელს ინტერნეტ გაყიდვების მსოფლიო მოცულობა გაიზარდება 17% და გახდება 1.2 ტრილიონი, ხოლო 2016 წელს კიდევ 1.5-ჯერ გაიზრდება. სწორედ აი ამ ციფრებმა მე დამანახა კომპანია Huawei-ის გამოყენებით, კომპანია Huawei-ის პროდუქტების და მარკეტინგის გამოყენებით ჩემი ბიზნესის მასშტაბები და შესაძლებლობები. თუმცა აქვე ისიც დავინახე, რომ ჩემთვის ნაცნობი კომპანიები მხოლოდ კლიენტობას მთავაზობენ. ისინი მე არ მაძლევენ საშუალებას, რომ რეკომენდაციებში შევიქმნა შემოსავლები. მათ არ აქვთ კეთილინება მომცენ საშუალება, რომ ვიყო კლიენტ პარტნიორი. მიუხედავად იმისა, რომ მე ნებით თუ უნებლიეთ მუდამ და სიამოვნებით გავცემ ინფორმაციას ნებისმიერ პროდუქციაზე ან მომსახურებაზე, რომელიც მომწონს, რაც არის ყველაზე დიდი და მყარი ბიზნესი. დიახ, სწორედ ასეა Skype, მისი მეშვეობით ჩვენი მეშვეობით YouTube, მისი მეშვეობით ჩვენი Facebook-ი, იგივე თუნდაც Viber-ი, მისი მეშვეობით ჩვენი მეშვეობით გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სიამოვნებით საუბრობთ ამ პროდუქციაზე, ჩვენ არავინ არაფერი არ გადაგვიხადა, ჩვენ პირიქით ყოველთვიურად იქით ვიხდით აი ამ თუ იმ სერვისში, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა უფასო სერვისს გააჩნია ფასიანი სერვისი, თქვენ აქ ხედავთ თანხებს, თუ თითოეული კომპანია არასდროს არ გვთავაზობს თავიანთ მომსახურებაში ფულს, ჩვენ იქით ვიხდით, იმიტომ რომ ყველა უფასო სერვისს გააჩნია ფასიანი სერვისი. მინდა გითხრათ, რომ თუნდაც მაგალითად არის ვებინარ.ru, თვეში 25 კაცი არის $25 გადასახდელი, თვეში 500 კაცზე რომ დაიქირავ, თვეში $300 გადასახდელი. სხვადასხვა აი ამ კომპანიის რეკლამა ძალიან ხშირად კეთდება ახლა საქართველოში, თქვენ აქ ხედავთ, რომ თუ ამ ხელთ თანხებია გადასახდელი, რაც შეეხება Skype-ს, Skype-ი რა თქმა უნდა 10 კაცამდე გახლავთ უფასო, მაგრამ 10 კაციდან ზევით შემდეგ უკვე გადასახდელია თვეში ყოველთვიური შემოსავალი. მათგან განსხვავებით კომპანია Huawei კი მაძლევს საშუალებას, რომ ამ ხელა მასშტაბური შესაძლებლობები მე გამოვიყენო და სხვადასხვა სიმბოლურად მართლაც რომ საქართველოს გაწყდება, მე მჯერა რომ თითოეული ქართველი ძალიან კარგად გაანალიზებს თუ რას ნიშნავს იმას, რომ მთელს მსოფლიოში როცა გააკეთებს ის საქონელ ბრუნვებს, ის შემოსავალი არა მარტო მის ოჯახში შემოვა, რა თქმა უნდა შემოსავლის სახით 20% წავა სახელმწიფოში და მე ძალიან ამაყი ვარ, რომ კომპანია Huawei არის საშუალება, რომელიც სწორედ ჩემი ქვეყნის წარმატებას და აღორძინებას შეუწყობს, ხოლო თავარია ჩვენ დავინახოთ და მოვინდომოთ. სწორედ ამიტომ მე თავად მივიღე გადაწყვეტილება რა მინდა, ვიყო კლიენტი თუ გავუსწრო დროს და გავხდე კლიენტ პარტნიორი ბიზნესისა, რომელიც მთავაზობს მილიარდიან ბაზარზე გასვლას და მის ათვისებას. რატომ? იმიტომ რომ ვიდეო კომუნიკაციის ბაზარიას გახლავთ. 36 მილიარდი ვიდეო რგოლის ნახვა ყოველთვიურად ონლაინ რეჟიმში, 30 მილიონი მომხმარებელი იმყოფება ერთდროულად Skype-ში, 214 მილიარდი ვიდეო რგოლის ყურება მოხდა 2012 წელს. ეს ჯამში გახლავთ $104 მილიარდი ღირებულების ბაზარი. თქვენ ხედავთ, რომ ძველი ტექნოლოგიებით თუ როგორ ვითარდებოდა ბიზნესი და უკვე ახალი ტექნოლოგიებით თუ როგორ ვითარდება ბიზნესი. კომპანია Huawei იკავებს 2015 წელს ამ უდიდესი ბაზრის 1%. ასე რომ მეგობრებო,
ეს უკვე თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენ ადამიანები. რა თქმა უნდა, კითხვებზე შეგიძლიათ მომართოთ, აქ არის მისამართი Rana Intellect, Gmail.com-ეს გახლავთ იმეილი, Skype-ი კი გახლავთ Rana Intellect. რაც შეეხება პროდუქტებს, რაც შეეხება საშუალებებს პროდუქტებს, მე უკვე ვნახე კომუნიკაციის პროდუქტებზე თუ რამხელა მოთხოვნაა. შესაბამისად, რამხელა პერსპექტიული და მოთხოვნადი ბიზნესით, სწორედ ამიტომ ვიდეო კომუნიკაციით ბევრად დიდ შემოსავლებს მივიღებ. პირველი პროდუქტი სოფლიოში ყველა საქმიან ადამიანს გააჩნია ვიდეო მეილი და არა მარტო საქმიან ადამიანს გააჩნია მეილი და კომპანია Airwave გახლავთ ერთადერთი კომპანია, რომელმაც ამ ეტაპზე ადამიანებს შემოგთავაზა ჩვეულებრივი შავ-თეთრი მეილის ნაცვლად კონდეს ვიდეო მეილი. ეს ნიშნავს, რომ სწორედ პირველი ინსტრუმენტი, რომელთაც კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე გასვლა დაიწყო, არის ვიდეო პოსტ ან ვიდეო მეილის შესაძლებლობა. შეგიძლიათ დავარქვათ ვიდეო წერილი. ამ ინსტრუმენტის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია თვითონვე შევქმნათ ვიდეო შეწყობინება და სხვადასხვა ვიდეო ბარათი. ვიდეო წერილების შესაქმნად მე შემიძლია, ასევე თქვენ შეგიძლიათ ბიბლიოთეკაში ჩაატვირთოთ ნებისმიერი თქვენი ვიდეო რგოლი ან დააწყვეტ ღილაკს ვებკამერაზე, გადაიღოთ საკუთარი თავი, ლამაზად გააფორმოთ 1000 მზა შაბლონის არჩევით და შევქმნათ საკუთარი შაბლონები კონსტრუქტორის გამოყენებით. და აქვე შეგვიძლია გავაგზავნოთ ნებისმიერ არსებულ ელექტროპოსტაზე, რადგან ჩვენი ადრესატებისთვის უფრო საინტერესო იქნება ლამაზი ვიდეო წერილის მიღება, ვიდრე მოსაწყენი ტექსტის წაკითხვა, იმიტომ რომ ვიდეოს სიამოვნებით ნახავს ადამიანი. მეორე პროდუქტი გახლავთ ვიდეო კონფერენციის დარბაზი, სადაც 8 ადამიანს შეუძლია ერთდროულად გამოჩნდეს ეკრანზე ვიდეოს რეჟიმში და 100 ადამიანს შეუძლია დაესწროს როგორც მაყურებელი. ამასთან არ საჭიროებს დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფის დაყენებას ჩვენს კომპიუტერებზე. მოცემული ვებკამერა ჩემთვის ძალზედ ხელსაყრელია ნათესავებთან, კლასელებთან, ბიზნეს პარტნიორებთან, კლიენტებთან, მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ურთიერთობისთვისაც კი, რადგან შესაძლებლობას მაძლევს ვიდეო დემონსტრირების, მეორე სხვადასხვა დოკუმენტების პრეზენტაციების, მესამე აქვს ეკრანის ჩვენების ფუნქცია, მეოთხე აქვს კენჭისყრის ჩატარების ფუნქცია, მეხუთე აქვს სახატავი დაფა, მეექვსე გაგვაჩნია ავტომატური ჩატწერის შესაძლებლობა, თანაც უსასრულო და მინდა გითხრათ, რომ რომელიც რა თქმა უნდა იტვირთება კომპანიის სერვერზე, ანუ ჩვენს მე ჩაწერილი ვიდეოები არ დატვირთავს ჩვენს კომპიუტერებს. ასე რომ ამ დარბაზში ადვილი ჩასატარებელია თათბირები, სწავლებები, დოკუმენტებზე ერთობლივი მუშაობა. ამ სერვისს წარმატებით იყენებენ ადვოკატები, როლტერები, ექიმები, მასწავლებლები, მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული საქმიანი ადამიანები და ისინი, ვისაც კი უბრალოდ უყვარს ურთიერთობა. ეს შესაბამისად არის სლაიდი თუ როგორ შეგიძლიათ აქ მხოლოდ 3 კითხვა, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი გამოკითხვა ჩაატაროთ ტრენინგის დროსაც და ზოგადად ისე და მიიღოთ პასუხები. მესამე ინსტრუმენტი, ეს არის ვიდეო წერილების ავტომატური გაგზავნა, რაც რა თქმა უნდა სიახლეა. ეს ნიშნავს, რომ მე შემიძლია დავუთმოთ ჩემი წერილების გაგზავნა ჩემთვის ხელსაყრელ დროს, განსაკუთრებული ცოდნის გარეშე. მე დამოუკიდებლად შემიძლია ერთხელ მოვმართო ეს სერვისი და ის ჩემთვის იმუშავებს 24 საათი კვირაში 7 დღე. აღნიშნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ეს უნივერსალური პროდუქტია, რადგან ვიყენებ როგორც კომერციული, ისე პირადი მიზნებისთვის და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეში 1000 ვიდეო მეილის და 10,000 იმეილის გაგზავნა შემიძლია სულ რაღაც ერთი ღილაკის დაჭერით. მეოთხე ინსტრუმენტი გახლავთ პირადი ტელევიზია. თქვენ იცით, რომ ტელევიზია ძალიან დიდი ფულია, შეგიძლია შექმნას საკუთარი არქი და მე კომპანიები შენ რეკლამებში გადაგიხდიან მილიონობით თანხებს. არა მარტო მილიონობით, ეხლა ეს უკვე აღარ ჩავარევი აი ამ ბიზნესში, თუმცა შეგიძლია ეს ბიზნესი გავხადოთ ჩვენი, იმიტომ რომ დღეს კომპანიამ შემოგთავაზა მეოთხე ინსტრუმენტი ტელემაუწყებლობის არხი. ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქონდეს საკუთარი ტელევიზია, საკუთარი ინტერნეტ ტელევიზია.
ეს ტექნოლოგია წარმოადგენს ვიდეო რეჟიმში ურთიერთობის შესაძლებლობას ერთდროულად 5 ადამიანისთვის HD ფორმატში კომპიუტერში, პლანშეტსა და სმარტფონში, მეგობრებო, სმარტფონში ან ჩვეულებრივ ტელეფონშიც კი შეგიძლიათ, სადაც 500 და მეტ მსმენელსაც კი შეუძლია საიტზე ერთი ღილაკის დაჭერით ჩართოს ჩვენი არხი კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილური მოწყობილობების საშუალებით, ასევე ამ არხზე შეგვიძლია PowerPoint-ის პრეზენტაციის, ფოტოსურათის, ვიდეო რგოლისა და ტექსტური დოკუმენტების დემონსტრაცია, ჩატში მიმოწერა, შეხვედრების მონაწილეთა სიის ნახვა. აღსანიშნავია ის, რომ ეს პროგრამა არა მარტო ნათესავებთან, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, ესაა სრულყოფილი კომუნიკატორი ნებისმიერი ბიზნესმენისთვის, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს ჩავატაროთ თათბირი თანამშრომლებისთვის სემინარები და მრავალი სხვა, ამ სერვისს შეუძლია დღე და ღამე მუშაოს იმისგან დამოუკიდებლად თუ სად გიმყოფებით. ამიტომ თავისუფლად შემიძლია ნებისმიერ ობიექტზე თვალთვალიც კი, ანუ ვუმონტაჟებ USB ვიდეო კამერას, ჩემთვის სასურველ ობიექტს და ვუყურებ 24 საათი კვირაში დღე, თანაც ჩაწერილი მასალა არის N3 კუბური დაცვით დაცული, ამავე დროს ის კომპანიის სერვერზეც ინახება, რომ ჩემი კომპიუტერი არ დატვირთოს. ასე რომ მე შემიძლია პირდაპირ ტრანსლირება ნებისმიერი მოვლენის, ქორწილის დაბადების დღის მოგზაურობის, ბიზნეს ბაზარზე ამ ყველაფრის ჩაშვების შემდეგ მე უკვე ვიცი თუ რატომ ჩამორჩა Skype დროს და რატომ დარჩა Skype წარსულში. თქვენ შეგიძლიათ აი ახლა ნახოთ ეკრანზე შედარება Skype-ისა და iOS. მოდი ერთად შევადაროთ, მეგობრებო. Skype-ს არ აქვს საშუალება რომ ჩაიწეროს საუბარი. უსაფრთხოება გახავთ 0, იმიტომ რომ თქვენ ცდილობთ როგორც Facebook-ის, ისევე Skype-ი ისმინება აბა საიდან ხსნიან ამდენ დანაშაულებს, იმიტომ რომ ჩვენ ყველამ დროს არის ცოცხალი შიკრიკის სახლში, ეს არ არის ახალი ამბავი, ხო? ასევე ერთმანეთთან საუბრისთვის აუცილებელია Skype-ის გადმოწერა. მისი ვიდეო ტრანსლაცია სიჩქარე ხდება 400 კილობიტით წამში 2 წევრზე. და 1 გიგაბიტი ინტერნეტი დაახლოებით მხოლოდ 53 წუთი ყოფნის ორი ადამიანის ვიდეო რეჟიმში საუბრის დროს. Skype-ის ამ კაცზე უფასოა, მაგრამ 3-დან 10 კაცამდე, უფრო სწორედ უკვე 10 კაციდან ზევით, თვეში $10 გადასახდელი. Skype-ზე შეიძლება 10-დან 24 კაცამდე საუბარი და არ აქვს გამომუშავების შესაძლებლობა. რაც შეეხება უკვე iOS ჩაწერა და შენახვა ხდება კომპანიის სერვერზე და რაც თავარია უსაზღვროდ, ანუ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ თქვენი ცხოვრება ჩაწეროთ. რა თქმა უნდა, დაცვა და უსაფრთხოება გახავთ N3 კუბური დაცვა, ასევე ერთმანეთთან სასაუბროდ iOS პროგრამას ჩაწერა არ არის საჭირო. ვიდეო ტრანსლაცია, ვიდეოს ჩვენების ისწრაფი გახავთ 30 კილობიტი წამში, 1 გიგაბაიტი ინტერნეტი ყოფნის დაახლოებით 359 წუთი 5 წევრზე ვიდეო რეჟიმში საუბრისას. iPhone 500 კაცამდე ყოველთვიურად მაქსიმუმ სააბონენტო არის $20 და მინიმუმ $1.5, მაქსიმუმ 500-დან 1000 კაცს შეუძლია ერთდროულად საუბარი. არის შესაძლებლობა რომ გამოიმუშაო. ყოველი ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ფაქტია თუ რატომ დარჩა Skype წარსულში. შემდეგი საშუალება ეს გახავთ კლიენტთა ბაზის შექმნის გვერდი, ანუ landing page-ი. ყველამ იცით რას ნიშნავს ეს კლიენტთა landing page-ი, ხო, ამაზე ამიტომ აღარ შევჩერდები. შემდეგი საშუალება, სულ რამოდენიმე ღილაკით შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი landing page-ი შექმნათ. კომპანიას რა თქმა უნდა აქვს ათასობით მზა შაბლონი, თუმცა შეგიძლიათ თქვენც რა თქმა უნდა შექმნათ თქვენი საკუთარი გეოვნებით, თქვენი საკუთარი landing page-ი. ეს გახდა მეხუთე პროდუქტი. მეექვსე პროდუქტი, ეს გახლავთ უკვე ფაილების ბიბლიოთეკა. თქვენ ხედავთ თუ რამდენი სამუშაო ფორმატის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანია iWAV-ში. მეშვიდე პროდუქტი, ეს გახლავთ კონტაქტების მენეჯერი. ანუ რაც არის წინაპირობა ინტერნეტ მარკეტინგით, წავწიოთ წინ ჩემი საქმიანობა თუ ბიზნესი, რადგან კომპანია iWAV მომცა მერვე და ყველაზე ძვირფასი პროდუქტი ჩემი საიტი. მინდა გითხრათ, რომ ყველანაირი პროგრამისტების გარეშე შემიძლია შევქმნათ ჩემი საიტი, სხვათა შორის ყურადსაღებია ისიც, რომ ასეთი საიტის აი ის ფუნქციები, რაც აი ამ საიტს გააჩნია, დამზადება რამოდენიმე
რამდენიმე წუთში შეიძლება, მაშინ როცა ასეთი ფუნქციებით რომ მივხვდე პროგრამისთან, ასეთი მე როცა ვთქვათ ბიზნეს ვიწყებდი და გავიკითხე რომ რაღაც ასეთი პროდუქტის დამზადება მითხეს რომ 1000 ლარიდან 5000 ლარამდეო. ასე რომ პროგრამისტებო, ან თქვენ გამოიყენეთ ამ შანსს და დაიწყოთ ბიზნეს, ან ადრეთობიან აი ესეთი საიტების დამზადებაში თქვენ ძალიან მალე აღარავინ მოგაკითხავთ, ისე როგორც ვთქვათ, შნურიან ტელეფონს აღარავინ იყენებს, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს სჭირდება დრო. ამიტომ აივავი, რა თქმა უნდა, ეს არის პერსპექტივის ბიზნესი. თუ დეტალურად რა ფუნქციები გააჩნია ჩვენს აივავს, მე შემიძლია პირდაპირ კომპანიის სიტყვები წავიკითხო, რომელიც კომპანია აივავი ჩვენს ქართულ გვერდზე რა თქმა უნდა გამოაქვეყნა, ქართულად გვაქვს ნათარგმნი, აივავი ჯორჯია, არის Facebook-ში ესეთი გვერდი, აივავი ჯორჯია, ოფიციალური გვერდი და იქ თქვენ შეგიძლია ნახოთ, მინდა გითხრათ, რომ რაღაც ესეთი ყველა ეს ფუნქცია აქვს, რომელიც კი დღეს თანამედროვე ბიზნესს სჭირდება, ჩვენი ტრენინგი მიმდინარეობს 50 წუთი, ამიტომ ამაზე არ შევჩერდები და გეტყვით, რომ საერთო ჯამში კომპანია აივავის პროდუქტებს გააჩნია ამ ეტაპისთვის 56 ფუნქცია და ამ ტრენინგს უკვე თუ ჩვენ პროდუქტების რა ფუნქციები გააჩნია კონკრეტულად შემოგთავაზებთ უკვე მაისის შუა რიცხვების 15 რიცხვის შემდეგ. მანამდე მინდა გითხრათ, რომ კომპანია აივავი არის ავტომატურად აწყობილი მზა სისტემა პერსონალური ბრენდინგის და ინტერნეტ მარკეტინგისთვის, იმიტომ რომ მას გააჩნია კონტაქტების მენეჯერი, მას გააჩნია ლენდინგ პეიჯი, მას გააჩნია მზა შაბლონების ბიბლიოთეკა, მას გააჩნია 200-მდე ფაილების ჩამოწერის ფუნქცია, ულიმიტო ბიბლიოთეკა, შემდეგი ფორმატების, ეს არის MP4, აი თქვენ თვითონ წაიკითხეთ თუ რა ფორმატები გააჩნია ჩვენ კომპანიას, ასევე სტატისტიკის ცენტრი, შეწყობინების ცენტრი, პარტნიორებისთვის ფაილების გადაცემის ფუნქცია, ვიდეო შეწყობინების სერვისი, ვიდეო კონფერენციის სერვისი, ვიდეო მოვლების ავტომატური გაგზავნის სერვისი, საკუთარი ინტერნეტ ტელემაუწყებლობის სერვისი, პერსონალური სტატისტიკა, რაც ყველაზე მთავარია და უფასო ტრენინგები ინტელექტის განვითარებისთვის პროექტ რანასგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მე თვითონ 7 თვეა ვითარდება ამ პროექტში და ძალიან მაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, ჩემი თავის. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, კითხვა, რომელიც მე გამიჩნდა შემდეგი კითხვა იყო ასეთი, როგორ გავაკეთოთ ჩემ ბიზნესში სწრაფი სტარტი. ესე იგი, ერთი პარტნიორის ბიზნესში აყვანა, მათზე $100-საც და 125 ქულასაც. ორი პარტნიორის ბიზნესში აყვანა, სხვადასხვა სიმბოლურია, როცა კონტაქტი გაძლევს ფულს, ხო? $200-საც და 250 ქულასაც. 4 პარტნიორის ბიზნესში აყვანა, ჯამში მალეს უკვე $425, იმიტომ რომ იკრება ციკლი და $400 შემოგდის აქედან. ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, თქვენი გუნდის მხარდაჭერა, ჩემი გუნდის მხარდაჭერა გახავთ პროექტი რანა, როგორც უკვე გითხარით. მისი მისამართებია რანა ინტელექტ Gmail.com და Skype-ი გახავთ რანა ინტელექტ. ეს გახავთ პარტნიორები, რომლებიც დღეს კომპანია აივავს უდგავართ სათავეში, რომელიც ახორციელებს დისტანციურ სწავლებას და პირად კონსულტაციებს. მეგობრებო, ჩვენთან კონსულტაცია არის უფასო. შეგიძლიათ ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით მიიღოთ უფასო კონსულტაცია. და რომ შევაჯამოთ, მივიღეთ ის, რომ აივავი არის მსოფლიო გიგანტი IT ტექნოლოგიებში მილიარდიანი საქმიანობით, ემსახურება 2000-ზე მეტ კორპორაციას, სერტიფიცირებულია პირადი გაყიდვების ამერიკის ასოციაციის DSA-ის მიერ. მეოთხე, აქვს გეგმები და გამოგონებები უახლოესი 20 წლისთვის. მეხუთე, ასევე აქვს დაჯილდოების შესანიშნავი გეგმა, რომელიც ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი და გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი. და ყველაზე მთავარი, მე ვიცი, რომ ყველაზე დიდი მოგზაურობაც კი პირველი ნაბიჯით იწყება. ამიტომ მე მადლობას ვუხდით ჩემს თავს, რომ გადავდგე ეს პირველი ნაბიჯი. დიახ, მე ნათიანასარიძეს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. მე მადლობელი ვარ ჩემი საკუთარი თავის, რომ გადავდგე ეს ნაბიჯი, რომელიც ჩემი სურვილების ოცნებების ასრულების გარანტიის წინაპირობაა. რატო?
იმიტომ რომ სულ რაღაც მე-12 დონეზე ჩემი შემოსავალი მთელი $65,580-ია. სულ რაღაც მე-12 დონეზე. მეგობრებო, სტრაშია საქმე. ჩვენ მე მინდა გითხრათ ჩემ გზავნილი, რომელიც რა თქმა უნდა არ ეხება არც ბიზნესს, არც კომპანიას, ეს მეხება პირადად მე და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ჩვენ ადამიანებმა უნდა რაც მე გავაანალიზე არის ის რომ მე თვითონ ვირჩევ ვინ მინდა ვიყო. მოწუწუნე მსხვერპლის როლში მოთამაშე რომ რაღაცა დავიბადე ღარიბ ოჯახში რაღაცა ცხოვრობ უპატრონო ქვეყანაში ან რაღაცა არ მყავდა პატრონი პანჩურისთვის რომ დღეს თუ კომპიუტერი ან ორი უცხოენა არ ვიცი არავინ მიმიღებს ასეთ ფიქრებს ასეთ აზროვნებას ვირჩევ თუ ვიღებ გადაწყვეტილებას რომ მე შევქმნა ჩემი ბედი მე მართო ჩემი ცხოვრების გემის საჭის მიმართულება მე ვიყო ის ერთადერთი ადამიანი ვისაც ჩემი ცხოვრების მოწყობის პასუხისმგებლობა აკისრია. მე ვიყო ის მოაზროვნე, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაანალიზებს, რომ არავინ არაა ვალდებული ცხოვრება მომიწყოს. არც სახელმწიფო, არც ნაცნობ მეგობრები, არც მშობლები და არც შვილები. არავინ არაა ვალდებული ვუყვარდე და პატივს მცემდეს. დიახ, ასია. ყველაფერი მე უნდა მოვიპოვო და დავიმსახურო, რადგან მე მარტო დავიბადე და მარტო გარდავიცვლები. არც იმას აქვს მნიშვნელობა თუ რამდენ დროს მოვანდომებ. მე მხოლოდ მე შემწევს ნებისყოფა ძალი და ენერგია ვიშრომ ჩემი ოცნებების ასრულებისთვის, რადგან რაც დღეს კაცობრიობამ შექმნა, ოდესღაც იყო ოცნება. სწორედ ამიტომ მე თვითონ ვუსმებ ჩემს თავს კითხვებს, ვინ მინდა ვიყო, სად მინდა ვიყო, როგორი ცხოვრების სტილი მინდა რომ მქონდეს. სად ვხედავ ჩემს თავს? სად და როგორ? ოდესღაც მეგობრებო გამოიგონეს პირველი ავტომობილი, ახლა მილიონია. მოიგონეს პირველი რობოტი, ახლა მილიონია. შექმნეს პირველი კომპიუტერები და მობილურები და ახლა მილიონია. დღეს აივავიმ შექმნა პროდუქტები, რომელსაც უკვე იყენებენ ათასები და მილიონ კლიენტურას კი ვქმნი მე. ხომ ვამბობდი, გავფრინდები მეთქი. ეს ფილმი ყველამ რა თქმა უნდა ვიცით შევიკილები და სწორედ აი ამ ფრაზით ვამთავრებთ თქვენთან საუბარს. მომავალ შეხვედრამდე თქვენთან იყო ნათია ინასარიძე. შეხვედრამდე